ისალმებით, ძირფესო მეგობრებო. სამაჯურები, ვისაც არ მეგიღიათ, ვისაც ახლა მისამართები გაქვთ გამოსაგზავნი, აღარ მჭირდება შეხსენება, პირიქით თქვენ გჭირდებათ შეხსენება, რომ მისამართი უნდა გამოგზავნოთ. ხო. კიდევ ვისაც არ მიგიღიათ, ამ კვირაში უნდა მიგეღოთ უკვე всё, დამჩა აქ მე რაღაცეები, კაცოთა ეს რატო დამჩა? გამომჩით ვიღაცეები, ხო? ამიტომ მომწერეთ, ქალბატონო ნინო. ჩვეულებრივად, ოღონ არ მეჩხუბოთ ისე. ჩხუბს ვერ გაუძლებ. ნამდვილად. ხო, იმიტომ რომ აი, всё, ბოლო ისამაკ ახლა. პაესტკა, ასე რომ ვთქვათ, გასაგზავნი კიდევ, აი დღეს რა დღეა? ახლა ამას როდის მოისმენთ თქვენ, მაგრამ ისე გააკეთეთ, რომ ორშაბათ, სამშაბათ, всё, გამოგზავნო. მე არ მეცლება ამის სასდევნად. წმენდებზე უნდა გადავიდე, აი რაღაცა რომ იტყვიან ძალიან ინტენსიურად. და ისიც აქ სახლში არ ვაკეთებ მაგ წმენდებს, სხვაგან ვაკეთებ. ამიტომ მე ვეღარ გამოგიგზავნით და შემეხმიანეთ, გამზადებული არის აქ. და რამდენიმე დამჩა რა, ისე რომ თქვა და ვერ მოგაგენით რომელი ხართ. რატომღაც ერთი ადამიანი მგონია რომ თითქოს თანხა გადაიხადა, აი სრული თანხა სამაჯურების გადახდილი. მიხვდებით, ვინც ხართ აქციით არ მოსულ ხართ თქვენ. ხო და მეუღლისთვის რომ უნდა დამემზადებინა, ის მახსოვს, თქვენ არ გჭირდებათ მოწერა ეს ივლისის ბოლოს ხო შეგვიძლით და ახლა რამდენიმე დღეში ჩვეულებრივად გააქტიურდება ეს ყველაფერი და მასქნი გამოგიგზავნით. ხო. ამიტომ მომწერეთ. კაცო, ფოსტაში რომ მირბიხართ და მე იქიდან იმაშვებით, რომ მიძახით, რომ აი მე არ არისო თუ რა, მანამდე მომწერეთ და გადაამოწმეთ და მე წადით ამ ფოსტაში. გამოგზავნილია, უბრალოდ ერთი სიტყვა მოიწერეთ. თუ არ არის გამოგზავნილი, გეტყვი, რომ არ არის გამოგზავნილი. მზად მაქვს თუ არ მაქვს, მზად თუ დამავიწყდა თუ რაც არის, რა, გეტყვით, კაცო. ნუ ეხლა ძალიან ცუდი არის ეს მომენტი, თუ რამე ადამიანს ავიწყდება, მაგრამ თუ ესეთი ვინმესთან დამემართა და მოხდა, გამეპარა, აუცილებლად გეტყვით. ამიტომ მოიკითხეთ. იმიტომ რომ ამოწერილები ვნახე კიდე და 1-2-ზე დამემზადები, 2-ზე კი არა, ბევრზე. და წმენდებზე ყოფილა ეს ხალხი ჩაწერილი. მე მივადექი და ამოვწერე სულ ყველა. ხო და თურმე წმენდების ხალხი იყვნენ და მე რომ მისამართებს დაუწყეწებდნენ და უი ეს დიაგნოსტიკა მას არ ეკუთვნის, ეს წმენდაზეა, ის იმაზეა, ეს ხო ხვდებით, აი ამიტომ ამერია. ხო რა გეტყვით. ეთყობა უნდა სამაჯურები, მაგრამ ახლა აქ თქვენ პირდაპირ გაინტერესებთ ადამიანი, რომელთანაც ნეიტრალური ურთიერთობა გაქვთ და რა გააკეთეთ თქვენ საწინააღმდეგოდ, ჩაგიგეთათ გზები გენაცვალე, მისი ჭკუით ჩაგიგეთათ, ხო? თქვენი ის მონაცემები, შესაძლებლობები რაღაც დაბლოკილი რომ იყოს, ფინანსურ ზარალში რომ იყოთ, ან ის შემოსავალი თქვენთან არ იყოს, რაც მანამდე იყო, ან გაუთვალისწინებელ ხარჯებში გადავარდეთ და ასე შემდეგ. ასეთნაირად მოგექცათ. რატომ მოგექცათ? ეს შური ახლა მეტი რა იქნება. კარგით. ვნახოთ მაშინ რა ვნახო აქ. დავასრულე გაშლა და ძალიან დიდი თვალი მოდის კიდე ამ ადამიანიდან. ხო, არასდროს დაიჯეროთ, რომ
თქვენი წარმატება ასე ძალიან ვიდმეს უხარია ხალხნო. იცით რა არის? საკუთარი თავის მცხვენია, ესეთი გამოთქმა წავიკითხე, რომ ამ ცხოვრებას ამდენი ნიღბიანი ყავს და მეო ესე ალალად და გულწრფელად შევხვდიო. ამიტომ ესეთი დამოკიდებულებები ეს არ ნიშნავს უნდა ენდო მეტად სამყარო სხვა არის, ხალხს ენდო კიდე, მაგრამ დღეს აღარ არის ეს ყველაფერი ისეთნაირად, რომ ენდო და გაუხარდეთ. 100%-დან გაუხარდება, იცოდეთ, რაღაცა 2% თქვენი წარმატება. დანარჩენი ისეთი შურიანები არიან და ისეთი ბოღმიანები არიან, არ ვიცი, აბა ჩემს ირგვლივ შემოიკრიბა ესეთი შურიანები და ბოღმიანები. გაიგეთ? ეხლა მე არ ვამბობ, რომ ძალიან კონცენტრირდეთ ამ ხალხზე და გავლენა იქონიონ თქვენზე, მაგრამ აი მე რატომ გეუბნებით აქ რაღაცა ის ჩაკეტვა, რადგანაც დაფიქსირდა, ესე იგი ვიღაცას მოხვდით თვალში, ხო? შესაძლებელია საერთოდ თქვენი ახლობელი მეგობარი და ასე შემდეგ. კარგით, ვნახოთ როგორ იქნება საქმე, მართლა იმოქმედებს მისი ჩაკეტვა თქვენზე? აქვს გავლენა? გიყურებთ, გავლენა არ აქვს. უბრალოდ გიყურებთ, რატომღაც გაკურებული, გაორჭიფებულია, როგორანაირად. რა არ გამომივიდა? ესეთი მანერა აქვს აღებული, ხო? და სხვათა შორის გეგმა აქვს, ეს შემოგიძრებათ, ისევ დაგიმეგობრდებათ. და ამით უნდა მივხვდეთ. კარგი, დაგიმეგობრდათ, რისთვის გიმეგობრდებათ ეს ადამიანი? რისთვის გიმეგობრდებათ? რაღაც ვერ მოინელა. არსოლიდან. და რას მოგიტანთ ეს ადამიანი, მოდი ესაც მითხარი. ხო, შეპარული ძაღლებით, ეს უკან რო გამოგეკიდება ძაღლი ძალიან ესე ფრთხილად და თუ ვერც მიხვდები რომ მოგყვება და უცებ რო გიკბენს, ესე არის. რა თქმა უნდა არ გაჩვენებთ ახლა რეალურ სახეს და რაღაც წარსული თემა, რომელიც ვერ მოინელა ადამიანმა. იმიტომ არა და ისე დაგანახებთ, რომ არიქა შეიძლება ჩემო ძვირფასო და ჩემო რაღაცა და ჩემო ისო და ჩემო ისო, ხო? სიტყვაში თითქოს რაღაცა ესეთი განსხვავებული სიტყვა აქვს აღებული. შეიძლება ჩემო ერთადერთო, ან ჩემო რაღაცა, რა ვიცი, ჩემო ძვირფასო, ან ჩემო გოგო, ან რაღაცა ესეთი. სიტყვაში აქვს ესეთი აღებული, ესე მოდის. მაგრამ შეპარია ძაღლი არის, სრული ენერგეტიკა უნდათ ამ ადამიანმა, მისი მიზანი ის არის, რომ პირდაპირ ეს გამიზნულად არის, როგორ იცით, აი ასე შენ, ასე ფიქრობ. ხო, ესეთი თითი, ზოგადად ესე რო თითს დაგიქნევენ, ეს უნდა მოვაკაკვინოთ. კარგით, კარგი ესე გიშვება, მაგრამ შეძლებს ამ ყველაფერს მისი გეგმებს განახორციელებს თქვენთან, ეხლა თქვენ თუ უფლებას მისცემთ, ხო, მაგრამ რაღაც ეს რესურს ვერ ითვალისწინებს, არა, ეს ვერ შეძლებს, მანახე. ვერ შეძლებს, ვერა. აი თითქოს დავალებას აკეთებს, იცი რა, ვინ მიავალებს ამას? არა გამორიცხული ვიღაცა მასწავლა. აქ ხომ არ გეცნოდ ისე ვინმეს თქვენი თავი. ვიღაცა მისთ სადავალება, ასე მოიქეცი, ესე გააკეთე, რაღაცა ასე ისე. ხო, ესეთი ისე აქვს დავალება. მაგრამ ვერ ითვალისწინებს ეს რაღაცებს, ხო, ესე
თვალახვეული არის მაინც რაც არ უნდა იყოს კარგი ვერ ითვალისწინებს მონახე მაინც კიდევ აბა რას დაგაკლებთ ეს ადამიანი ხო შეცდება ეცით რა არის უბრალოდ შეცდება ენერგეტიკული ქორდი ეს ჯერ ასე შეეცდება, მაგრამ მერე ქურდად გევლინება რაღაც რისი მოპარვა სურს, რისი მოპარვა სურს, რისფასო. რა ვნახოთ ახლა. ფინანსები. ფინანსებზე და თქვენს მატერიალურ მხარეზე აქვს მთელი აქცენტი და რატომ გაქვს ამხელა აქცენტი ფინანსებზე? რამე შეიძინეთ? ხო, ნახეთ, ვერ იტანს თქვენ რაღაცა ესე ძლიერ მხარეზე, უნდა რომ აი მე არ მაქვს რაღაცა ესეთ პოზიციაში გნახოთ. რაღაც შეიძინეთ აქ. და ეს დაინახა, თვალში მოხვდა მეთქი, თავიდანაც ასე არ ვთქვი რაღაცეები. კარგი. დაგაკლებთ რამეს. კიდე იგივე კითხვა მაქვს. კიდე იგივე კითხვა, არავის ვერ დაგაკლებთ თქვენ თუ ამის უფლებას არ მისცემთ. კარგი, სანაცვლოდ მას რა დაუბრუნდება. ვერ გებრუნდება უკან. ძალიან დიდი მოწყენა დარდი, ჰა? ძალიან კარგი, აბა რა გინდა და ვერ კარგი. ძალიან დიდი პრობლემის. ანუ ეს თქვენგან არის თუ უბრალოდ თავს იზიანებს ამით? თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ესე იგი თავს იზიანებს ეს ადამიანი. თავს იზიანებს როგორ იცით? აი მისი ცხოვრება ეწყობა სულ ნაღველი დარდი მოწყენა ხანდახან ადამიანს იცით რა არის ყველაფერი აქვს მაგრამ მაინც არ არის ბედნიერი ვერ არის ხო მაგრამ აქ რაღაც პასუხისმგებლობაზე არის ალაპარაკი შეიძლება რაღაც ისეთი ნაბიჯი გადა ну აი ნებისმიერ საკითხი რაღაც ძალიან სიმძიმის ქვეშ ხვდება ეს ადამიანი შეიძლება აქ ფინანსური ვალდებულება იყოს წამოეკიდოს ისე ხრებზე რომ ერთს მიხვდეს შეიძლება უბრალოდ აი რაღაც შეგრძნება ამ სევდას ხო რაღაციდან რომ მოდის სევდა და ვერ გებულობ საიდან მოდის ესეთი შეიძლება ესეთი ცხოვრება კონდეს დეპრესიული ამას დასასვენებლად დაცრომ წავიდეს რაღაცა გააკეთოს მაინც ტვირთის ქვეშ ხდება მაგრამ აბა ეხლა როგორ იქნება ესეთი ადამიანი თუ ხასიათს ესეთები ვინც ახართ არ გამოისწორებთ როგორ ფიქრობთ როგორ წავა თქვენ ცხოვრება არაფერს არ ვიგონებ ხალხო მე აჰა აი ნახატებით განსაზღვრეთ მარტო ნახატებით ყველა ერთმანეთზე მეტი ეს არის და ახლა ამას ხო თავისი მნიშვნელობა აქვს კიდევ მარტო ნახატებით ვარ ვიმაშვები მაგრამ ვინც არ იცით რაღაცა შეიძლება პირიქით ნახეთ კარგად ამოვიდეს ახლა ეს პოზიტიური არკანები რო იყოს მის ირგვლივ გეტყოდით რომ შეიძლება ეს პირიქით რაღაცა შანს გამოიყენებს და ასე შემდეგ და აქ პირიქით არის რა ელოდება სრული უმოძრაობა ესე იგი თაგვმა თხარა-თხარაო კატა გამოთხარაო ესე ემართება ამას
თქვენ როგორ იქნებით? თქვენ სიჩუმეს ისწავლით, ესე იგი კი ისწავლით. ნახეთ. აი რაღაც რომ გააკეთეთ სხვათა შორის ერთხელ მოვხარშე ეს სამუთხის მურაბა რომ არის ვაშლი. სამუთხის ვაშლს რომ ეძახიან, წვრილი ვაშლები რომ მურაბა. ისე გამიხარდა, ხო, ძალიან წვრილმანია, მაგრამ რაღაცა მერე გავაკეთე რაღაც მახსოვს ნუშით, მე მგონი ბიაში რომ ნუშს იმის მურაბა. და როგორ არის, იცით, ეს არის უბრალოდ ხო ძალიან ელემენტარული ეს ყველაფერი, მაგრამ აი რო გინდა რომ ვიღაცას ახარო, შენი გააკეთე, გიხარია. უბრალოდ ბედნიერი ხარ, ხო, ამან გაგაბედნიერა. მე არ ვამბობ აქ მანდა მაინც რაღაცა სასწაულები ჩაიდინოთ. აი თუნდაც ეს ელემენტარული, რისთვის მოვიტყვანე. აი თუნდაც ადამიანმა რაღაც ფასდაკლებაზე კაბა იყიდოს უხარია და ნახა ვიღაცას და მით უმეტეს თქვენ აქ რაღაც ღირებული გაქვთ გაკეთებული. ხომ ელემენტარულებს გეუბნებით. და როგორ არის, იცით? არიან ადამიანები, ხო, ეს შურთ. მოდი ასე გეტყვით, ეს ვითომ არ არის შორიდან და ისე დაგელაპარ ძალიან შენიღბულები, ხო? ვერ შეამჩნევ, მაგრამ შემდეგ თქვენ გეტყობათ, ან ამ ადამიანთან კონტაქტის მერე მომენტალური სევდა წამოვიდა, ან მერე ვეღარ გააკეთეთ, ან გაფუჭდა ის ბანკა დაუშვათ, ხო, რომელიც ანახეთ. ან რაღაცა. აი ეს არის უკვე, ხანდახან დამთხევაც ხდება, მთლად მასე დაპროგრამდებით, მაგრამ სასწაულად მეძინება. რომელი საათი. ესე მთლად დაპროგრამდებით, მაგრამ ნახეთ, მე ისე თქვა მინდა არის, რომ ეს ზუსტად იმ ადამიანის იმდენად ძლიერი ნეგატივი აქვს. ხო, თქვენთან არ გამოხატა, მაგრამ ეს ყველაფერი იგრძნობა. აქ ადამიანი ნახეთ პირდაპირ მოქმედებს, ეს არ არის ის, რომ ავიცი თქვენი ესე ბედნიერება ძალიან რომ ვიღაცებს, ესე რომ ვთქვა, ესეთი ელემენტარულიც კი აღეზიანებს, ხო? ამიტომ ეს არის რაღაცნაირი გაკვეთილი ესე გამოვიდა თქვენს ცხოვრებაში, თქვენ სწავლობთ სიჩუმეს, რატომ უყევი ამ ხელა რაღაცა. სიჩუმეს სწავლობთ. მერე თქვენ როგორ იქნებით? ეს კარგი არის, ხო? აი ეს თქვენი სიხარული, თქვენ თავს გაუზიარეთ და ვсё. ხანდახან ასეც ხდება. მერე როგორ იქნებით? ამის შემდეგ სიჩუმეს რომ ისწავლით. იცით რა არის? თავისთავად უკვე გადადიხართ თქვენი თავის დაცვაზე. აქ უკვე როგორ არის, იცით, ეს სიჩუმე მოგიტან ზუსტად თავდაცვით პოზიციას. აქ ასე მიფიქსირდება, ანუ გამოდის, რომ როდესაც ამ ყველაფერს შეინახავ შენთვის, ვერც არავინ გაიგებს სიტყვაზე და არც ვერავინ დაგაზიანებს, ხო? გამკურნების მომენტი, აღდგინების მომენტი, თქვენი ენერგიებს აღინდგეთ. აი ასე დაიბრუნებთ. თქვენ თუ ისე მოაღებთ პირს და დაიწყებთ ლაპარაკს და კიდევ ვერ დაატორმოზებთ, უფრო მეტად დაზიანდებით და ძალიან დიდი წარმატება ფინანსები. დანარჩენი აღარ არის საჭირო რომ იცოდეო, ესე გვევნება. ტარო, მე მაინც მგონია რომ ეს არის უკვე გადადიხართ თქვენ სრულ წარმატებაში, სრული ტრანსფორმაცია ხდება თქვენი. ტრანსფორმაცია. კი აქ შემოდის უკვე სიმდიდრე, სიმდიდრეზე არის აქ ლაპარაკი, ვიღაცა შეიძლება მართლა გამდიდრდეს. უბრალოდ ეს ვერაფერს ვერ დაგაკლებთ თქვენ, ხო, ძალიან ცუდად ესე იგი გამოვიდა შეგაფასად ადამიანმა, ხო, ხანდახან ხდება ესეთი რაღაცებიც. ერთხელ რატო გამახსენდა ვიყიდე ესა სარეცხის საშუალებები და ჩვეულებრივად ისე ვანახე ადამიანს, იმდენი სარეცხის საშუალება არის, მეთქი იმდენი რაღაცა და რო დახედა როგორ მითხრა, იცით? აქამდეო არ ყიდულობდიო, ისე მითხრა, თუ მისანახებლად ვიყი თუ რაღაცა. ვა ჩამომივარდა.
რას ქვია, არ ყიდულობდი, გამითავდა და ვიყიდე, შევამატე, მჭირდებოდა. ერთი ცალი ფეირი უნდა მეყიდა. და ესა პოლისტილოთინ ფანჯრებიც უნდა ჩამოწმინდო, თეფშებიც უნდა დაწმინდო, იატაკიც უნდა მოწმინდო და რა ვიცი ახლა. საკმარისი არ არის, ამდენი რამე აქამდე არ ყიდულობდი. თუ რაღაც ისე მითხრა, შოკი მივიღე. აი და რა ხდება მოკლედ ხო? ყანას მოდი საბოლოო. იცით რა, ყველა ენერგია თქვენს მხარეზე არის, ყველა ძალა. ნუ გენანებათ ესეთი ხალხი და ნუ ფიქრობთ ბევრს ხალხს. თქვენთვის, შენთვის. მე არ გეუბნებით ახლა ყველა ჩემსავით კიკო დარჩით თქო, მაგრამ გავქნა აქ ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია და რა გავაკეთო. დააკვირდით, გამოცადეთ თუ შემოbrunდა თქვენი საქმე, ესე იგი გამოდის რომ ეს ადამიანი გაზარალებთ სინამდვილეში, ხო? რა დროს გადადიხართ უარყოფით ენერგიებში. ესთვის სულ ეს იყო.